ახლა უნდა დაიწყოს სწორედ სასამართლო პროცესი 11 პირის, რომელსაც ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ანდრო ჭიჭინაძის ინტერესების დამცველობა გააკეთეს რამდენიმე წუთის წინ განცხადება და ირკვევა, რომ ევროსასამართლოში გაგზავნილი მოთხოვნა, სადაც ითხოვდნენ ანდრო ჭიჭინაძის უფლებების დარღვევის დადგენას, წარმოებაში მიიღო სასამართლომ და ახლა უკვე ევროსასამართლოში დაიწყება მსახიობის საქმეზე პროცესები და განხილვა დაარღვია თუ არა სახელმწიფომ ჭიჭინაძის უფლებები, როდესაც ის დააკავა და ამ დრომდე იმყოფება ის პატიმრობაში. სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც ჩვენ გავაგზავნეთ სულ ცოტა ხნის წინ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი პატიმრობის საკითხი და მოვითხოვეთ რამდენიმე მუხლით, რომელიც არის ევროპული კონვენციით დაცული ძირითადი უფლებების დარღვევის დადასტურება. ეს ეხება როგორც მისი თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვას, ასევე საქმის სამართლიან განხილვას, პოლიტიკურ დევნას, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და ჩვენ მივიღეთ ძალიან მოკლე დროში დადასტურება, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საჩივარი მიიღო უკვე რეგისტრაციაში გატარდა, მას მიენიჭა კონკრეტული ნომერი, ეს არის წერილი და ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივრის შესვლიდან 3 დღეში დაახლოებით იყო ეს პირველი ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ყველა ის მოსამართლე, ვინც ამ პოლიტიკურ საქმეებს იხილავს, ვერ აჩვენებენ, რომ მართსაჯულებას ემსახურებიან და არა პოლიტიკურ დევნას. ამიტომ ამ მოსამართლემაც, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყებს დღეს ანდრო ჭიჭინაძის და სხვა უდანაშაულო პატიმრების საქმის განხილვას, უნდა იცოდეს, რომ სამართალი აქ არ მთავრდება. ეს თავისთავად არის იმედის მომცემი პირველი ნათელი სხივი. მხოლოდ 4 დღე დასჭირდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიიღო საჩივარი და დაიწყო მისი განხილვა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ იცის ანდრომას და პროცესზე გაიგებს და რაც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების შესაძლო განმარტოთ, დაახლოებით 1 კვირა სჭირდება თბილისის სასამართლოს იმის, რომ რაიმე სახის საჩივარი მიიღოს. ამის საპირწონედ კი მხოლოდ 4 დღე დასჭირდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამ საჩივრის მისაღებად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ხედავს უკვე პოტენციურ დარღვევებს ამ საქმეში და უკვე დღეიდან არა მხოლოდ ჩვენ შიდა დონეზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოს დააკვირდება პროცესებს. ამ წუთებში იწყება 11 პირის პროცესი, რომელსაც ედავებიან ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას. სხდომა უნდა დაიწყოს მესამე დარბაზში, სადაც როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, საკმარისი სივრცე არ არის იმისთვის, რომ ყველა მსურველი შევიდეს და დაესწროს სხდომას. წინა 2 პროცესი მაგალითად იყო დახურული, ოჯახის წევრებს და ახლობლებს, გულშემატკივრებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დასწრებულიყვნენ პროცესი. ახლაც გაჩვენებთ კადრში თუ რამდენი ადამიანია მოსული მათ საგულშემატკივროდ და ეს ყველა ელოდება, რომ შესაძლებლობა მიეცება და შევლენ და ნახავენ სინდისის პატიმრებს. დღეს უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს დაცვის მხარე და ბრალდების მხარე მიმართავს შესავალი სიტყვით. შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ასევე დაკავებულები. უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეს 11 დაკავებულიდან არ დაესწრება პროცესს რეზო კიკნაძე, რომელსაც მოსამართლემ აუკრძალა და შეუწყდა უფლება, რომ დასწრებულიყო დღევანდელ პროცესს. როგორც ადვოკატი გვეუბნება, დააყენებს შუამდგომლობას, რომ არსებითი განხილვის შემდეგ პროცესებზე კიკნაძეს მიეცეს შესაძლებლობა და დაესწროს პროცესს. გარდა ამისა, ადვოკატები გეგმავენ, რომ დარბაზის სიმცირის გამო დააყენონ შუამდგომლობა და უფრო დიდ დარბაზში გადატანა მოითხოვონ. საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა იქნება, სადაც დაცვა და ბრალდების მხარე წავგებით შესავალი სიტყვებით. დღეს რა თქმა უნდა ვერ მოისწრება მტკიცებულებათა გამოკვლევა, ვინაიდან არის მრავალპირიანი საქმე და უფლებების განმარტებით დაწყებული სასამართლოს აცილებით გავლილი, ამ სასამართლოს აცილების გავლით მნიშვნელოვანი საკითხებია გასავლელი, ამიტომ ვთვლით, რომ დღეს იქნება მხოლოდ შესავალი გახსნითი სხდომა და უკვე შემდგომ დაიწყება მოწმეთა დაკითხვები, რაც ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, რომ ყველა მოწმე, მათ შორის პოლიციელები, დავკითხოთ, უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება, ერთი ვინ იდგნენ იქ და მეორე ამ მშვიდობიან მოქალაქეებზე ვინ ახორციელებდა თავდასხმას, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. მესამე დარბაზში გვიწევს დღეს სხდომა, შესაბამისად მოგეხსენებათ, ეს დარბაზი არ არის იმ მასშტაბურობის, რა საზოგადოებაც უნდა დაესწროს, ასევე ადვოკატებს გვექნება, ადვოკატებს არ გვექნება შესაძლებლობა მესამე დარბაზში, რომ სრულყოფილად გამოხატოთ ჩვენი პოზიციები.
შესაბამისად პირველი შუამდგომლობა სხდომაზე იქნება რომ პირველ დარბაზში გადავინაცვლოთ ტრადიციულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გვექნება აცილება მოსამართლესთან დაკავშირებით და დღეს წესით და რიგით უნდა გაიხსნას სხდომა, რადგანაც პროცედურულად სისხლის სამართლის საყოველთაო კანონმდებლობა განსაზღვრავს 3 ეტაპად განხილვას, ეს არის აღკვეთი ღონისძიება, წინა სასამართლო სხდომა და არსებითი. დღეს ჩვენ შევდივართ უკვე არსებითი განხილვის ფაზაში, შესაბამისად ვალდებულია სასამართლო საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე სხდომა გაიხსნა. ოჯახის წევრები დღეს საღამოს გეგმავენ რუსთაველის გამზირზე განცხადების გაკეთებას. საღამოს 9 საათზე ისინი შეიკრიბებიან და მიმართავენ საზოგადოებას და ეს იქნება პასუხი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დეტალებზე ისინი ჩვენთან ამ ეტაპზე არ საუბრობენ, ამბობენ რომ საღამოს გაირკვევა ყველაფერი. მანამდე კი ამბობენ რომ დღევანდელი სასამართლო პროცესიც კიდევ ერთხელ იქნება იმის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც ჯირს ივანიშვილი და რეჟიმი ახალგაზრდებს ქვეყნის სიყვარულის გამო. რა მიზანი აქვს ამ დაკავებას ჩვენც ვერ ვიგებთ ვერაფერს არ ვიცით ესენი ხო სამშობლო სიყვარულისთვის იჯებიან ამათი დანაშაული მეტი არაფერი არ არის და აი ველოდებით დღევანდელ სასამართლოზე რა იქნება რას გადაგვეჭ დიდი იმედი და მოლოდინები არ აგვაქვს არაფრის მაგრამ რა ვიცი ღმერთის წყალობით ვნახოთ რა იქნება არაფერი მტკიცებულებები არაფერი არ აქვს და არ აგვაქვს თუ მტკიცებულებები არ აგვაქვს აბა რისთვის არიან მაგრამ 4 თვე უნდა გახდეს და კი არიან ესე გამომწყროულები და საღამოზე 9 საათისთვის რუსთაველზე გაჟღერდება ყველაფერი, რასაც ვაპირებთ და როგორც ვიქნებით და ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარტო ჩემი შვილის თვის კი არ ვებრძოლო, მის გვერდითაც ვიგე. მონაწილეობა მივიღო აქციებში, შეძლების დაგვარად. ეს არის მნიშვნელოვანი. ალბათ სამაგალითო დაჟა უფრო არის, რადგან აი საქმის ვითარება, რასაც მე ვისმენ, როგორ გითხრათ, მუხსა შეესაბამება. არსებითი განხილვის მოსამართლე იქნება ნინო გაუსტაშვილი, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან არის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ მოსამართლედ და როგორც ადვოკატები ამბობენ, ამ შემთხვევაში საინტერესოა უკვე რა პრაქტიკას განერგავს ახალბედა მოსამართლე გაუსტაშვილი და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში მაგალითად თუ დარბაზის სხვა უფრო დიდ სივრცეში გადატანის შესაძლებლობას არ მისცემთ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში დადგეს უკვე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა.